ბნელი და Dark Sister. ტარგარიანების მეორე საგვარეულო ხმალი, რომელიც სპეციალურად ქალის ხელისთვის შეიქმნა, რის გამოც ჩვეულებრივ საომარ ხმლებზე ბევრად ვიწრო, მსუბუქი და მოქნილია. მისი ხელის მოსაკიდებელი დრაკონის თათების სტილშია გამოყვანილი. ხმლის პირველი მფლობელი ეიგონ დამპყრობლის მრისხანე და მეომარი და ცოლი, დედოფალი ვისენია ტარგარიენი იყო. მოგვიანებით ხმალი გადაეცემოდა დინასტიის ყველაზე ნიჭიერ და საშიშ მეომრებს. დრაკონების ცეკვის ეპოქაში მას პრინცი დემონ ტარგარიენი ატარებს. რა მოუვიდა ხმალს, დემონმა ამ ხმლით შეასრულა ვესტეროსის ისტორიაში ყველაზე ცნობილი სიკვდილის ნახტომი, ღმერთების თვალის ბრძოლაში ის ჰაერშივე გადახტა თავისი დრაკონიდან, დაეცა ემონ ტარგარიენს და ბნელი და პირდაპირ თვალის ბუდეში ჩაასო. ხმალი და ორივე მეომარი ტბის ფსკერზე ჩაიძირა. წლების შემდეგ, როდესაც ემონდის ჩონჩხი ტბიდან ამოიტანეს, ხმალი კვლავ მის თავის ქალაში იყო გაჩხერილი. იგი სამეფო ოჯახს დაუბრუნდა. მისი ბოლო კანონიერი მფლობელი იყო ბრინდენ რივერსი, ცისხლიანი ყვავი. როდესაც ბრინდენი კედელზე გადაასახლეს, მან ხმალიდან წაიღო. მას შემდეგ, რაც იგი კედლის მიღმა გაუჩინარდა, ხმალი დაკარგულად ითვლება.